ლეგენდის თანახმად, ძალიან ძველი დროიდან ეგეოსის ზღვის სიღრმეში არის შავი მარგალიტი. ბევრი ადამიანი წასულა მის მოსაპოვებლად. შეყვარებულები ეძებდნენ მას იმისთვის, რომ თავისი სიყვარული დაამტკიცონ, თუმცა ყველა მათგანი საიდუმლო გახდა და გაუჩინარდა. არავინ არ დაბრუნებულა. ეგეოსის ზღვის სიღრმეში არის უფსკრული. მასთან ახლოს მისვლა თითქმის შეუძლებელია. ლეგენდის თანახმად, ვინც იქ მიცურავდა, მათ თევზები აცილებდნენ სიბნელის მიუხედავად. ვინაიდან იცოდნენ, რომ ისინი აღარ დაბრუნდებიან. მაგრამ მე დავბრუნდები. სისულელეებს ნუ ამბობ, კენან, დამპირდი, რომ შავი მარგალიტის მოსაძებნად არ წახვალ. ძალიან ლამაზი იქნები. მოდი. მოდი ნახე. იცი რას ვფიქრობ? აქ რამე ჩავაკეროთ, ერთ-ორ ჩაყოლებაზე. არ ვიცი, ქვები ჩავაკეროთ. ამოღებულზეც, რომ ბრწყინავდეს ყველაფერი. ძალიან ლამაზი გამოვა, დედა. შვილო. ჩემო ლამაზო გოგო. ჩემი სურნელოვანი. მიდი ნახე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ასე ადრე სად მიდიხარ? ზეინებთან მივდივარ, მამა. მოგვიკითხე ზეინეფი შვილო. თუ ეს გოგო კენანის სანახავად წავიდა, ძალიან ცუდი რაღაც მოხდება. არა, ძვირფასო, კენანის სანახავად არ მიდის, თუმცა მიდიოდეს მერე რა. იმიტომ რომ მხოლოდ მე ვარ ჭკვიანი. დანიშნულები გონიათ, ნუ გონიათ, მას სხვა მიზანი აქვს. მორჩი თუ ღმერთი გწამს, ბიჭი რამდენჯერ მოვიდა მისი ხელის სათხოვნელად. შენ ყოველთვის უარს ეუბნებოდი, ნუ იქცევი ასე. ისინი აქ ვერ მოვლენ, მან არ უნდა გთხოვოს მისი ხელი. მის გამო ვარ დღეს ასეთ მდგომარეობაში. ხო, მის გამო. კენანი რომ არა დღეს ციხეში იქნებოდი. უნდა ილოცო მისთვის. ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ მილე, რას ნიშნავს უნდა ვილოცო? ჩეშმეში მეორე მაღაზიის გახსნა შემეძლო. თუ ასე გაგრძელდება, აღარაფერი აღარ დამრჩება. შვილო, საუზმეს რომ მორჩები, დაგვეხმარე. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. დასვენების დღეს ამაზე ვერ დავხარჯავ. არავის ეწყინოს. ვისა ლაპარაკები? თავი დაანებე. ისედაც მხოლოდ ერთი დღე ისვენებს, ნუ აწუხებ. ესე იგი? რა ესე იგი, რა? ამ სიტყვის მერე კარგი არაფერი მესმის ხოლმე. თუ ღმერთი გწამს. წინათ ჩემზე გაბრაზდა და მითხრა დედა ჩემი აღარ ხარო. რა გინდა ჩემგანო? ხაზალს და ებრუს არასდროს განვასხოვებდი. ის ყოველთვის ჩემი იყო, სულ პატარაობიდან. მე კი ხაზალისთვის მამა გავხდი. ახლა ასე ველაპარაკოთ? ასე ნუ ამბობ, თუ ღმერთი გწამს. მან ჯერ კიდევ ვერ მიმიღო. მასე მაგიტომ ვლაპარაკობ. ებრუზე ნუ ფიქრობ, ხაზალზე იფიქრა. მე თევზეს კადრულობს თავს. შენ როგორც დედა მაგას არაფერს ეუბნები, ამიტომ მე მიწევს ლაპარაკი. ასე ვერ გავაგრძელებთ. თუ მას კაცობა გააჩნია, მოვიდეს და მისი ხელი მთხოვოს. მერე ვნახოთ დავთანხმდები თუ არა.
ჩემს ქალიშვილს არ გავატან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო ნურვალ. როგორი მგზავრეთ? კარგად. ნებავთ რომ გამოყვეთ? არა, საქმეებს მიხედე. Çaresizim, çaresiz. Gün gelir arkasından, koşarsın bekle dersin. Bir kere dönüp bakmaz, çaresizim, çaresiz. Bir gün gelir aşk biter, insafsızca terk eder. Bütün bunların ardından sadece gözyaşı kalır. ძმაო სალი, წარმატებები. მადლობა შვილო. კენანი არ მოსულა? არა, მაგრამ მალე მოვა. ძმა კენანი დღეს არ მოსულა, მაგრამ ბოლოს სანაპიროსკენ ვნახე. დაუძახე, მაგრამ ვერ გაიგო ჩემი ხმა. შავი მარგალიტი. ბიძია სალი. მოიცადე შვილო, მოიცადე, ნუ ნერვიულობ. ბუნებით იმპულსურია, მაგრამ ამ დონემდე არა. თავის ცხოვრებას საფრთხეში არ ჩააგდებდა. კენან, ასე ნუ მეკცევი გთხოვ. ღმერთო ჩემო. ძმაო სალი, ასე უმოქმედოთ, ვერ დაველოდები. კარგი შვილო, კარგი. ჯაჯექი და წავიდეთ, ვნახოთ. ძმა კენანი მოდის. აზალ, აი შეხედე. ყუიდან შეიშალე? იცი როგორ ნერვიულობდი? მოვედი. კენან, ნავი შენ შეაკეთე? შვიდობაში იხმარე. მადლობა. ჩემო ყვავილო, დიდი ხანია მელოდები. მოდი აქ, მოდი. მოიცადე, მოვდივარ, ერთი წუთი. როგორ გაბედე ისევ შავი მარგალიტის საპოვნელად წასვლა? შავი მარგალიტი? გამოდის რომ ყველაფერი იცი.
მაპატიე ყვავილო, ბუდიში. არ გაპატიე და არ მინდა რომ პატიებას მთხოვდე. მომისმენე ჩემო ყვავილო. შავი მარგალიტის მოსაძებნად აღარ წავალ, გეფიცები. ღმერთმა დამწყევლოს თუ წავალ. მატყუარა. მატყუარა? შემომხედე. თვალებში შემომხედე, ნუ თუ ტყუილი შემიძლია ჩემო ყვავილო. მე დავიფიცე. თუ ისევ წავალ, არა კაცი ვიყო და ღმერთმა დამწყევლოს. ახლა გჯერა ჩემი. არ გჯერა? კარგი. თავარია ჯამთელი დაბრუნდი. თუ სიბრაზენ და ზიზღმა გაგიარა, მაშინ წამოდი. სად? წამოდი, სიურპრიზი უნდა გაგიკეთო. მოიცადე, ჩანთა. ჰადის. უნდა წავიდე, აქ აურობას მიხედე. ჰუსეინიც მოვა. წვეულებას 200 კაცზე მეტი დაესწრება. შვენიერია. სასტუმროში ოთახები დაჯავშნეთ? ხო, ყველაფერი მოვაგვარეთ. შვენიერია. იმედი მაქვს ვურალი მოვა. შენს დაბადების დღეზე. იმედია ასე არ მოხდება როგორც წინა წელს. ის მოვა. ხვალამდე დავარწმუნებ. არ გნად. დამშვიდით ბატონო ვურალ. დამშვიდით ბატონო ვურალ. რა მოხდა გენჩარ? სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ. ბატონი ვურალი ცუდად არის. ახლა ისე არ არის როგორც მაშინ. ამობს რომ ნასი დაინახა. რა მოხდა დედა? ვურალი კარგად არის? სენანი სად არის? ადგილის მოსაძებნად წავიდა ახალი სასტუმროსთვის. მას გონია რომ მატყუებს? შავი 35-ზე. რამდენი ფული წააგე სენან? სენან, შენ გეკითხები, რამდენი ფული დაკარგე? ბევრი არა. ახლავე დატოვე მაგიდა. იზმირში ბრუნდები. ჩეშმეში იქნები შენი ძმის დაბადების დღეზე. ეფიცები ძალიან მომშივდა. ჯერ მითხარი სად მივდივართ? კარგი, ნუ მეტყვი. სინამდვილეში ეს არ დაგიმსახურებია. გონი ჯობს თევზებმა შეჭამონ. მოიცადე რა, თევზები? ერთი წუთით. ერთი ცალი მომეცი და გეტყვი. კარგი, გეფიცები, გეტყვი, მომეცი ერთი ცალი. მითხარი. რა? აფერისტო. უკვე გითხარი, რამდენჯერ გითხრა? ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა შენს ხელებს. კიდევ ერთი მომეცი, რა კარგი ხელი გაქვს, ძალიან გემრიელი გამოვიდა.
İyi misin? კარგად ხარ ძვირფასო? İyi misin? კარგად ხარ? Niye bu hale რატომ geldin? ხარ ისევ ასეთ მდგომარეობაში? Hadi anlat. მომიყევი, მინდა ვიცოდე. Bilmek istiyorum. მიდი, მომიყევი. Hadi anlat. მოყევი. არ გამომდის დედა. არ შემიძლია ვერ სუნთქავ, როცა ნასიზე ვფიქრობ. Çiçek. გაგივლის. Bak sana söz პირდები veriyorum. რომ გაგივლის. არ გამივლის. აქამდე არ გამიარა. ის არ მიშვებს. Sen ისევ დაგეწყო yeni მოჩვენებები. hayaller görmeye başladın. ამ ჯერზე სხვა იყო დედა. Gördüğün ის Mars ვინც değil. დაინახე, ნასი არ იყო. Alkol mü aldın? თრალი იყავი? არა. ის უფრო ლამაზი იყო. უფრო ახალგაზრდა. პერიას გავდა. Yolun kenarından yürüyordu. Sen ilaçları წამალი aldın. დალიე დღეს. Aldım. დავლიე. Gördüğün şey რაც შენ დაინახე, Hər ნეზე. რაც არ უნდა იყოს, მოჩვენება იყო. hayaldi. გაიგე ურავ. Duydun mu beni? მოჩვენება, Hayaldi. უბრალოდ მოჩვენება. Eğer gördüğüm რაც დავინახე ის მოჩვენება თუ იყო. işlerinden მაშინ ის ყველაზე ლამაზი და ყველაზე ნამდვილი იყო. ფრთხილად. თვალებს გავახელ. მოიცადე ერთი წუთი მოითმინე, თითქმის მოვედით. კარგი, არ გავახელ, მაგრამ სწრაფად იარე. არ გაახელო, ცოტა მოითმინე. აქ ქვა არის. აი ასე იდექი. მზად ვარ. შეგიძლია თვალი გაახილო. შეუძლებელია. ეს რა არის? რა თქმა უნდა, უფრო მეტი გეკუთვნის, მაგრამ რაღაც გავაკეთე. მოდი. რატომ გააკეთე ეს კენან? დღეს ღამე შენი ხელის სათხოვნელად წავა. მამა შენი სახლში იქნება თუ არა, ეს უკვე მისი სადარდებელია. დედა მილექი ისედაც თანახმაა. სერიოზულად? რაც დაგინახე, პირველი დღიდან სერიოზულად ფიქრობ შენზე. კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ღამე ჩვენთან მოხვალ. ანუ ქორწინდებით? ნამდვილად ასეა. აწი ბატონი ხალის მოლოდინი დასრულდება. როგორ ხარ, ქალბატონო? მადლობა ძმაო კენან. მამა შენი მომიკითხე. შენც წარმატებები. კენან შვილო, კარგ ამბებს ველოდები. მერთმაქნას დაო. ის ხალი თუ არ გაგატანს, ჰაზალს დაკარგავ, ღმერთმა დაგეხმაროს. გამატან საწავა, სხვა რა გზაა. ძმაო, ჰუსეინ, ყველგან შენ ხვდები. მზად ვარ და ველოდები. ადრე გამოვედი დღეს. კარგი ძმაო, წავა. თუ ამ ჯერზე არ გაგატანენ, იცოდე შენთან ვარ ძვირფასო. ღმერთი დამეხმარება ბიზიარზე. ავეჯი ჩემზე იყოს ფასდაკლებას, რამდენსაც მოისურვებ, იმდენს გავაკეთებ. ღმერთი გფარავდეთ ყველას. თქვენ ძალას მატებ. წავედით, წარმატებები. რა ხდება? ვინმე უნდა მოვიდეს? კენანი მოდის. ჰაზალის ხელი უნდა გთხოვოს. ურთიერთობის გამყარება უნდათ. უთხარი რომ მოსულიყო. თანაც ხალივით სახლშია თქო. გამსინი მელეკ სად მოდის? რა უნდა გთხოვოს? ისინი უკვე მოდიან. თქო, გეყოფა ეს სიჯიუტე. თანაც ხაზალიც თანახმაა. კენანი ბრწყინვალე ადამიანია. ადამიანად არ თვლით რომ არაფერს მეკითხებით. არაფერს არ ვნიშნავ? ასე ნუ ამბობ ხალი. მომისმინე. ამ ბავშვებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ის კაცი ჩემი მტერია. ჩემს მდგომარეობას შეხედე. გაიხედე იქით სად ცხოვრობთ. ასე ცხოვრობთ როგორც ღარიბები.
ხო, წარსული დაივიწყე. რაც მოხდა, მოხდა. თანაც იქიდან მოსული ფული ცოდვის ფულია. დაივიწყე. და რაც ახლა არის ის თუ მოხდა? მადლობა ღმერთს ახლანდელი მდგომარეობისთვის. მშივრები არ ვართ. სახლკარიც გვაქვს. ჩვენ სუფრას შეხედე, მადლობა ღმერთს. რაც არ უნდა იყოს საჭირო სიტყვებს ყოველთვის პოულობ. უყურე, აი აქ მოვნიშნო. ჭკუა უნდა ვისწავლო. არ მყავს მე მისი გასატანებელი ქალიშვილი. კენანს დავურეკავ რომ არ მოვიდეს. მოიცადე, გაჩერდი, რასაკეთებ? ნუ სულელო, უკვე გაემზადნენ. ალბათ ისიც უკვე გზაშია. სხვა რა უნდა ვქნა, მამას შეხედე, გეფიცები გააგდებს, სირცხვილია. არა. არაფერს არ მეკითხებით. ვინ ვარ ამ სახლში? საწყენი არაფერია. მაგრამ რაც შენ გააკეთე მელიქ, შენ თუ არაფრად მაქცევ. გოგონება როგორ უნდა მცემ პატივი? ვინ ვარ ამ სახლში? ვინ ვარ? რა ვარ? მე ვინ ვარ, ხალი? ის ჩემი ერთადერთი ქალიშვილია. მას შეუყვარდა და გთხოვს მას. ვიღაც ხულიგანი ხომ არ არის? რამდენჯერ მაქვს ეს შენთვის ნათქვამი? ხალი ასე ნუ იქცევი. შეყვარებულებს ნუ დააშორებ, ცოდვაა. და შენ რა გააკეთე? არ დამიჯერე. სხვა გზა დამიტოვე? მიდი გვაჩვენე შენი მამობა. მამობა? 25 წელი მამამისი ვიყავი. ხომ იცი რომ ეს არ მიგულისხმია? ჩემი ნაშრომი შეარწმინეთ. ხალი გაჩუმდი. ეს არ მიგულისხმია. კარგი. ეს საქმე მე მომანდე. მამას დაველაპარაკები. მართლა? დაველაპარაკები, ეს საქმე ძალიან გაიწელა. თუ გინდათ რომ თქვენს ურთიერთობაში დარწმუნდეთ, მამას ვეტყვი რომ ნება დართოს. საუკეთესო ხარ. მამა დაგიჯერებს. არასდროს დამავიწყდება შენი ეს აქციელი. გამოიცვალე. ეს რა არის? ტანზე გაქვს შემოტმასნილი. მამა რომ ნახავს, ამის გამოც გვეჩხუბება. კარგი, ეს ადვილია. შენ წადი და არწმუნე. კარგი. მამიკო. მამიკო. შენ ძალიან ჭკვიანი კაცი ხარ, მაგრამ უტაქტო. ამიტომაც ზოგჯერ შენ ყველაფერს ამბობ. უფრო სწორად იქნებ ცოტა მადლობელი იყო ჩემს მიმართ. რას მეუბნები? ისედაც ნერვებზე ვარ. მამიკო, მოიცადე და მშვიდი. ანუ მე იმის თქმა მინდოდა. იქნებ ცოტა ცბიერი იყო. კენანი. უფლება მიეცი მას. მოვიდეს და გთხოვოს. ამას დილიდან ამზადებდი, არა? არა. მომისმინე, იმის თქმა მინდოდა რომ როცა კენანმა პირველად თქვა რომ ჰაზალის ხელი სათხოვნელად მოვა. შენ რომ გეთქვა მოდიო და მე რომ გაგეგდო სიტყვებით შენთვის ქალიშვილი არ მყავსო. მეორე შენს წინაშე არ გაჩნდებოდა. ანუ ამიტომაც გეუბნები. უფლება მიეცი მოვიდეს და გთხოვოს მისი ხელი. მთლა თავზე რომ დამაჯდეს და ჰაზალი მოიტაცოს, არა? ნუ თუ ეს ასეთი ადვილია. მამიკო. მამიკო. მომისმინე. კენანი ამაყი კაცია. უარს თუ ეტყვი და ჰაზალს არ გაატან, შენს წინაშე ისედაც არ გამოჩნდება. ამ საქმეს თუ ვინმე დაასრულებს, მხოლოდ შენ იქნები. ბოლო სიტყვა შენ ეტყვი. ახმედ, ძმაო, წამოდით, თორე დამაგვიანდება. ძმა სალემსაც უნდა გაუვაროთ. ცვირი ნუ ჩამოუშვი. ხო, არ გინდა. შენი ძმისთვის საყვარელი ქალი უნდა ითხოვო. სასიკვდილოდ ხო არ მივდივართ. კარგი, ნუ აზვიადებ, რა უნდა ვქნათ? მეტი რა უნდა ვქნათ? სახელშიც არ მიყურებ. მესმის რომ, როცა ჰაზალზე ვიქორწინებ, სხვა სახლში მომიწევს გადასვლა.
და ამის გამო განიცდი, კარგი, მაგრამ ნუ თუ შენ ძმა საერთოდ არ იცნობ. გონია მიგატოვებ და სადმე წავალ? ყველაზე დიდი რასაც ვიზამ ჩემს სახლში გადავალ საცხოვრებლად, სხვა არაფერი. კარგი რა ქენან, აღარ გააგრძელო. სახლი იქირავე და შენი ოჯახი შექმნა, ჩემზე არ იდარდო. თანაც იქ რომ წავალთ, აი ასე გავიცინებ. არი ნერვიულო. მიდი, წავიდე და გავაკეთოთ ეს. კაფეშიც უნდა წავიდე. როგორ ფიქრობ, დედა, რა მოხდება? არ ვიცი. არ ვიცი, შვილო, ვნახოთ თუ გამოვა მამა. დედა, მითხარი ჩემო ლამაზო. სულს არაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ნუ თუ ეს დანაშაულია. ასეთი ფიქრები ნუ გაქვს. სიყვარული მხოლოდ ვისაც არ ყვარებია და ვინც არასდროს არ უყვარდათ. მათ მოეჩვენებათ სისულელეთ. შენ კი ნუ გეშინია. მე ყოველთვის შენთან ვარ. ნუ ტირი. კენანი მოვა ახლა და ყველაფერს მიხვდება. მოდით. მოდი. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა.com-ი. გახმოვანებული აჯარა.com-ის მიერ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა, მადლობა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დედა, კეთილი იყოს შენი მობრძანება, შვილო. ის გარდაიცვალა. ნასი გარდაიცვალა და უკან აღარ დაბრუნდება. ვიცი დედა. იმიტომ რომ ნასი მე მოკალი. საყვარელი ქალი. მე მოკალი ის იმისთვის რომ არ მივეტოვებინე. ჩემი ხელებით მოკალი და ვუყურებდი მის სიკვდილს. ესე იგი, ყველანი ერთი ჯიშის ხალხი ვართ. თუ კენანი ჩვენი ვაჟია, ესე იგი ჰაზარი ჩვენი ქალიშვილია. მე დავიწყებ რაც საჭიროა იმას, შენ კი დაასრულებ. ჩვენ ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველობის თანახმად გთხოვთ ქალიშვილ ჰაზარს ჩვენი შვილი კენანისთვის. რას ამბობდნენ უფროსები, რომ შეყვარებულის შეერთება კეთილი საქმეა? ასე არ არის? სიტყვა შენზეა, ბატონო ხალი. ძმას რიგს უთმობ? ესეთია ბედი. რიგრიგობით არ გამოდის. ნამდვილად. შენი ბედი მაშინვე წავიდა, როდესაც დაგჭრეს. შეგეძლო არტილერისტი ყოფილიყავი, მაგრამ ეს ოცნება დაგრჩა. ხალი. რა? ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება. კენანი რამოდენიმე თევზს დაიჭერს და სახლში დაბრუნდება, ამასობაში სახლსაც მიხედავს. ნახოთ ახმედის თანხმობა თუ აქვს კენანის ქორწინებაზე. რასაც უნდა ვკითხოთ. აქვთ. შენ ხომ აქ ვარ ბიძი ახალი. ახლა ჩემზე ნუ ვილაპარაკებ. მერს მადლობა და არავინ მჭირდება. ჯობს გითხრა შენ რას ფიქრობ? აყოლებს შენს ქალიშვილს ჩემს ძმას თუ არა?
თუ სიტყვა ჩემზეა, მაშინ მომისმინეთ. ამბობ სიყვარულიო, ეს ყველაფერიც არიელია როგორც აერი. სიყვარული ეს იმის საქმეა, ვისაც ომი არ შეეხო პურის გამო. შენ მე არ უნდა მიხსნიდე ჰაერზე და ომზე. ბავშვობიდან ჩემ პურს ზღვაში ვშოულობ. მადლობა ღმერთს, თუ საჭირო გახდა სიყვარულშიც მოვაგვარებ. თანაც სამართლიან გამარჯვებაში ცოდო ვარდებს, ასე არ არის? უჭი დაგმაყოფილდება, მაგრამ ადამიანი არა. ეს კი ცხოვრებაა. ვივარაუდოთ, რომ ჰაზარის საყვანაზე დავთანხმდი. შეიძლება მისცე უფრო მეტი, ვიდრე მამის სახლში დაინახა. ვერ შეძლებ. მიუხედავად იმისა, რომ ხაზარ შეიძლება ნაკლების უხაროდეს. მამა, გთხოვ? მე ვიცი, რასაც ვგრძნობ. არ იცი, შვილო, თორე შენ თავს შენ გთხოვდნენ და არა მე. ძმაო, ჩვენ ერთმანეთიც ყოფნის. დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი საქმე გასაგებია. ამ საქმეს შეეშვი და ახლა გადაწყვიტე. აზალს გამომაყოლებ თუ არა? არ გამოგაყოლებ. მე არ მყავს ესეთი ქალიშვილი, რომელიც შემიძლია შენ გამოგაყოლო. შემომხედე. აქ მოვედით როგორც პატიოსანი ხალხი და გთხოვეთ. ამიერიდან შენ უკვე აღარ გითხავ, ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ ქორწინების თარიღი, ჩვენ ვქორწინდებით. რას ამბობ? გეუბნები რომ ჩემს ქალიშვილს არ გამოგაყოლებ, სისულელეებს ამბობ ქორწინების დღეზე. იძია ხალი. 40 ჯერ მაიძულე გამეორება. ვიფიქრე რომ შენ მაღლად გახარ, შენ ხარ ხაზალის მამა. ყველაფერს ჩუმად ვითმენდი, მაგრამ საკმარისია. საკმარისია. რომ დომოდა 1000 ჯერ ვიქორწინებდით, 1000 ჯერ მოვიყვანდი ცოლად, შენ არც გითხავდი, მაგრამ ყველაფერი ამაოდ. რა ადამიანი ხარ ასეთი? არ გამომაყოლებ, ნუ გამომაყოლებ. ხაზალი მიყვარს, მე მას უყვარვარ და ჩვენ დავქორწინდებით. გაგანადგურებ. შენ ამთვრალი ხარ, ჩემი სახლიდან გაეთრიე. ხაზალით გვერდით კიდევ თუ დაგინახავ, მე განახებ. ახლა ყველაფერს გააფუჭებ, ბიძია ხალე. გაეთრიე. შენთვის გასატანებელი ქალიშვილი არ მყავს. გეყოფათ. შვილო. მის მერე რაც ჰაზალმა მოინდომა, მთელი სამყაროც რომ მის წინააღმდეგ იყოს, ვერაფერს შეცვლი. გასაგებია შენთვის. თავში აზრადაც არ მოგცვლია რომ ჩემთვის გეკითხა. მე დედამისი ვარ. დედა. შვილო, მე გლოცავთ. მე გაყოლებ ჩემს ქალიშვილს. რა? თან არ გაქვთ რამე ბეჭდები? გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს როგორ ბეჭედი? მე მაქვს. მოდი ძმაო, მოდი. ბედნიერების მომდანი იყოს. მომეცით დიდი შვილო. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა არ გაიძულოთ შერცხვენა. ამინ. მამას ხელზე აკოცეთ. მიდი შვილო. თითქოს სატვირთო მანქანამ გადამიარა. მომეცი ჩემო ლამაზო. გაგიკეთებ. მე თვითონ ვიზამ. ჩემი ზომის ავიღე. ამაში ჩემი ორი თითი შევა. მომეცი. შეგიჭამ ამ ორ თითს. ვერც ვიზეიმეთ. კარგი იყოს. ამისთვისაც მადლობა ღმერთს. მეგონა რომ მამა შენი ძალით გაგვაგდებდა და პრობლემებს შეგექმნიდა. ამდენს არ ველოდი. დამეჯერე. დედა შენი რომ არა სიტყვებით ყუილია. მას უფლება რომ არ მოეცა.
ასე წავიდოდით. ვერ შემიყვარა დედასთან წავიდაო. დაგტოვებ და შევიდოდი შენ. მოიწინე. ხო იცი არ არსებობს არაფერი. რასაც შენს გამო არ ვიზამ. მაგრამ მამა შენით შეეჩვევა. ამიერიდან თუ რამე მოხდება გავჩუმდები, რათა შენს სახეზე მოწყენილობა არ იყოს. თავიდანვე გეტყვი, ოღონდ მამა შენი არ ახსენო. ამდენს ნუ მომთხოვ. კარგი, არ ვახსენებ. ისიც საკმარისია დედაჩემს რომ ანგელოზს ეძახი. ის დედაჩემის არის. ნამდვილად დანიშნულები ვართ. ჯერ ნიშნობა მოვაგვაროთ. მერე ისე ვიყიდოთ ბეჭდები. შენ არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ. არანაირი დაბრკოლება აღარ დარჩა. იმდენად მიყვარხარ, რომ უშენოდ ვერ შევძლებ. დილა მშვიდობისა. ისაუზმე და მერე წადი. ხალი საჭმელი მზად არის. იმ საღამოს მერე სიტყვაც არ გითქვამს. ვიცი ფიქრობ რომ შენ სიტყვას გადავახტი, მაგრამ ეს მასე არ არის. ხაზალისთვის იმდენი გაქვს გაკეთებული, ვერ შეგედრები. მაგრამ შენ შეეცადე ცოტა გაგვიგო. ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და ბედნიერების უფლება მიეცი. რა მოხდა? უშინ საღამოს 1000 ჯერ უყურე სიყვარულზე ფილმს. ჩავრთე და უყურებდი. შენ? და ფილმი სიყვარულზე? ცხოვრებაში არ დავიჯერებ. შენ ხომ არ უყურებ ფილმებს? აბა ვიტყუები? მე ერთო ჩემო გეუბნები ვუყურე. კარგი, ნუ ბრაზდები. კარგად მოგცეულ ხარ. რას მიგახვედრა ჩემო სიყვარულო? აი ასე. მინდოდა შენთვის ყველაზე მშვენიერი სიტყვები მომეფიქრა. ხო. ანუ ისეთი სიტყვები მინდოდა მომეფიქრა. სიცოცხლის ბოლომდე რომ გემახსოვრებოდა. ყველაფერი ჩავწერე. სარკესთან დავდექი და ლაპარაკი დავიწყე. მაგრამ არ გამომივიდა. არ გამოვიდა. რომ ვამბობ არ გამომივიდა, გულისხმობ რომ საკმარისი არ იყო. დავწერე სიტყვები რიგრიგობით, მაგრამ ისინიც კი არ მეყო. არ მყოფნიდა არაფერი. იმისთვის რომ ჩემი შენ და მისი ყვარული ამეხსერა. მე სარკესთან დავბრუნდი და ჩემს თავს ვუთხარი. ბიჭუნა ქენან. ამ გოგოს რომ არ იყო შენ,
და შენი სიყვარულის რომ არ იყოს მისთვის საკმარისი. ასე ნუ ამბობ. უფრო მეც მაძლევ ვიდრე ვოცნებობდი. და თუ არის ამ ქვეყნად რამე, რაც მე მედმხდის. ამ ყველაფერში შენი ნაწილი არის. ძალიან მიყვარხარ, ჩემო გოგო. მიყვარხარ, მაგრამ ზურს უკან არის წარსული. არის ახლანდელი დღე და მომავალიც. ამბობენ, რომ მამაკაცი მის მერე ხდება ადამიანი, როდესაც უყვარდება. მეც ადამიანი გავხდი შენი წყალობით. რა მშვენიერი ადამიანი ხარ. არა. ხელი ისე უნდა მხოლო? შეხედე. ნიშნობა იქნება. ბეჭდებს გაუკეთებთ ერთმანეთს. ჩვენს ქორწინებას დავარეგისტრირებთ. არანაირი დაპირებები იმისთვის, რაც სიყვარულს არ ეხება. ამ ცხოვრებაში ჩემს ბოლო ამოსუნთქამდე, მხოლოდ შენ მეყვარები. ეს ის არის? შავი მარგალიტი? ეს იქნება ჩემი ფიცი. ჩემი სიყვარულის მტკიცებულება. შავი მარგალიტი. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ. დღეს მუშაობ? ხო. დღეს ხო უნდა აგვირჩია ქორწინების დღე. შესვენებას ავიღებ. დღეს ისედაც გახსნა არის და სამსახურში საღამოს წავალ. და ის სასტუმრო საქმეები? ხო, სასტუმრო სწოვლებაა. რა თქმა უნდა, ერთი უფროსი ყავს, ადრე რომელიც არ გვინახავს. ურალ დემიროღლუ ქვია, მისი დაბადების დღისთვის აწყობენ რაღაც სწოვლებას. კარგი, ხო. ფიქრობ თუ საღამომდე გაგიშვებენ, წავალ და მოვაგვარებ. თუ რიცხვს ორ თვეში დაგვინიშნავენ, ცუდი არ იქნება. ყველაფერს მოვაგვარებ. სახლზეც და ქორწინებაზეც.